შვილების და შვილიშვილების მომავლის დასაცავად ქუჩაში არიან ბებია ბაბუები, უფროსი თაობის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და ამ წუთებში მსვლელობით მიდიან პარლამენტის მიმართულებით. ზურა პეტროსიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ის იმყოფება მსვლელობაზე. გისმენ ზურა. კეთი, ნამდვილად არ ვიცი, ყველანაირი აქცია გამიშუქებია და ჩვენს გვინახავს, მაგრამ აი ასეთი ტიპის აქცია არ გვინახავს და თქვენ გესმით, ახლა უბრალოდ მინდა გაგაგონოთ ხმა ადამიანების ევროპაში. თავარი სათქმელი ასე ჟღერს ბებიებისა და ბაბუების მარში, სად მივდივართ ევროპაში, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი და არ ვიცი, მინდა გაჩვენოთ უბრალოდ კრეატიულობა ამ ადამიანების იმ პოსტერებში და სლოგანებში, რომელთაც ეს ადამიანები მიემართებიან რუსთაველის გამზირზე, მაგალითისთვის აი ბებიას არასდროს ერქმევა ბაბუშკა, აქეთ იგივე ბაბუას არასდროს ერქმევა დედუშკა და ასე შემდეგ. ყველას ნერვლა გავესაუბრებით. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ამბობენ ასევე მთავარს, რომ რუსული რეჟიმი ქვეყანაში უნდა დასრულდეს. მოდით გავესაუბროთ და მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. თქვენი მთავარი სათქმელი არის ძალიან საინტერესო. გზავნებით თქვენს პოსტერს. მე ყოველდღე ვარ რუსთაველზე. 19 დღიდან 17 დღე ყოველდღე ვარ. ასე გავაგრძელებ, სანამ არ გავიმართოთ. ეს ერთობლივი მარშით მიემართებით ისევ რუსთაველის გამზირისკენ პარლამენტში. კი ბატონო. გავაგებინოთ, რომ ჩვენ გავიმართოთ. აი ახლა ძალიან საინტერესო წარწერა არის, ჩემს ბადიშების მომავალს არასდროს განდობ ბიძინა. მოდი განვმარტოთ ადამიანებს, ვინც არ იცის, აი ეს ბადიში რას ნიშნავს? ბადიში გურული სიტყვაა და შვილიშვილს ნიშნავს, ჩემო კარგო. ავირჩიე იმიტომ, რომ შვილიშვილი გრძელი იყო და ბადიში მოკლე სიტყვაა და დავატიე და ისე ვინაც არ იცის ბადიში რას ნიშნავს, გაკურვებული ვარ, გაიგეთ. თქვენ თქვით, რომ ევროპაში მივდივართ. თქვენთვის რა არის ევროპა? ძალიან მაინტერესებს. ჩემთვის ევროპა არის კანონის უზენაესობა, მოკლედ და კონკრეტულად. როდესაც კანონი არ ირღვევა. მიცხოვრია ბევრ ქვეყანაში და ვიცი, რომ ეს ასეა. გავლით კი არ ყოფილვარ და ტურისტად, მიცხოვრია. ძალიან დიდი მადლობა. ამ აქციაზე ბებიებისა და ბაბუების გარდა, როგორც ხედავ, არის შვილიშვილების თაობა წარმოდგენილი, ისევ ძალიან საინტერესო წარწერით თქვენი მთავარი სათქმელი დღეს, ამ ძალიან საინტერესო აქციაზე. დღეს მოსული ვარ ბებია ჩემის მაგივრად. ჩემი მთავარი სათქმელი ეხლა ამ აქციაზე არის ის, რომ მე ბებია ჩემის ერთადერთი ბებია მყავს დარჩენილი ცოცხალი. მინდა ღირსეული სიბერე, ღირსეული პენსია, მინდა რომ 30 წელზე მეტი არის რისთვისაც იბრძვის. მოესწროს ამის აღსრულებას თავისივე ცხოვრებაში, არ მინდა რომ უყუროს როგორ ურტყავენ თავის შვილებს და შვილიშვილებს და არ მინდა რომ ამ შიშში და ტერორში იცხოვროს. არა რუსულ რეჟიმს, აუცილებლად გავიმარჯვოთ ამ ხალხზე მეტად ამ ხალხზე უკეთ ჩვენმა თაობამ არის ის რუსული რეჟიმი რა არის. ბატონო, ნამდვილად ასე არის, მადლობა და მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი მოვისმინოთ და დავაფასოთ აი საოცარი შესაძლებლობა, რომელსაც ხედავთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენთვის რა არის ევროპა და რა არის თქვენი სათქმელი დღეს? ევროპაში თვითონ რომ მიყავთ თავიანთი შვილები და იქ ასწავლიან, ასევე გვინდა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმაც მიიღონ განათლება. დაანებონ ჩვენ ახალგაზრდებს, ნუ ურტყავენ და ნუ აიჭერენ. გაათავისუფლონ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, ეს რეჟიმის პატიმრები და ჩაატარონ ახალი არჩევნები. თქვენ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესებში, რასაც ვაკვირდები, ალბათ იყავით კიდევ აქციაზე. კი, ვარ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს კითხავთ, თუ შეიძლება. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს? ჩემი მთავარი სათქმელია, რომ პრეზიდენტი ცოტა უფრო გონიერად უნდა მოქცეულიყო პრეზიდენტი. ჩემი პრეზიდენტი იყო მხოლოდ ზვიად გამსახურდია. აი მის არჩევაში ვღებულობდი მონაწილეობას და ეს პრეზიდენტი, ჩემი პრეზიდენტი არაა. თქვენ ალბათ ახლადარჩეულ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ყაველაშვილს. ახალ პრეზიდენტზე ვლაპარაკობდი. ეს საქართველოს პრეზიდენტი არაა, ჩემი პრეზიდენტი. საქართველო ხო ჩვენი პიროვნებებისგან შედგება და ჩემი პრეზიდენტი არაა ეგა. ჩემი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია. აი, ისეთი ზვიადი გამსახურდია. ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის. პრეზიდენტი სალომე არის. სალომე არის, ძალიან კარგი, მაგრამ არა ყაველაშვილი, როგორც. არა. კარგი. მოდი თქვენს მოსაზრებასაც გავგოთ, თქვენი წარწერა არის შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორი მომავალი გინდათ თქვენთვისაც, სასწავლად? როგორ ხედავთ მომავალს? აი
დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს მომავალი არ გვიწერია ჩვენ ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა და ღმერთმა უყროს რომ გაგრძელდეს და ჩვენი შვილიშვილები იცით ყველას ევროპული განათლება უნდა ევროპული ღირებულებები ყველაზე კარგად ამას ჩვენ შვილიშვილებს აქვთ გაცნობიერებული და ჩვენც მშობლები ბებიები ბაბუები ყველანი გვერდით უნდა უდგეთ ჩვენი ცხოვრება შვილო ჩვენი შვილიშვილების და ჩვენი შვილების ცხოვრებაა და ამიტომ ვითხოვთ აი ამას რომ მოვედით აქ ჩვენ ეს ასაკოვანი ხალხი რომ ეს პროტესტი გამოვხატოთ აი ამით და ჩვენი ხმა გავაგონოთ ამ ყრუ ხელისუფლებას ძალიან დიდი მადლობა აი ასეთი არის არ ვიცი კიდევ ერთხელ უნდა თქვა საოცარი განწყობა და მადლიერების გზნობის გარდა არ ვიცი როგორ შეიძლება კიდევ შევაფასო იმას რასაც ახლა ვუყურებთ ხედავთ რომ ძალიან ბევრი აქციის მონაწილე არის და ძალიან გამართული მყარი ნაბიჯით ჩვენ მივემართებით ახლა რუსთაველის გამზირზე სადაც მსვლელობა დასრულდება და ხო ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ არნახული სოლიდარობის მარშები არ ვიცი მაგრამ ალბათ დღევანდელი დღის მთავარი მარში სწორედ ეს იქნება როდესაც თვითონ თავის თავს ხანდაზმულების მარშს უწოდებენ მაგრამ მე არ მომიტრიალდება ენა რომ ასე თქვა ნამდვილად დღეს ყველაზე ახალგაზრდა ყველაზე პრინციპული და ყველაზე მეტად გამბედავი ადამიანების მარში არის რომელიც როგორც ვთქვი ახლა რუსთაველის გამზირისკენ პარლამენტის შენობასთან დასრულდება